დავლოცეთ მამას პირიდან. დავადავლოცე მამაო და დალოცული აყოლო ჩვენი ჩვენელი მაღალმაღლეთი. ამინ. ის საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს გვინდა ვიმსჯელოთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ერისათვის და ბევრი ლაპარაკი რომ არ დაგჭირდეს, პირდაპირ გადავიდეთ, რომ ეს არის თემა არაბიზაცია, ქართული მიწების გაყიდვა. კი ბატონო. ბოლო ხანებში ამ პროექტის ეს მხარდასაჭერად ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატეხა ქართულ ოცნების მხარდამჭერებმა და ისინი ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ეს არის დიდი ინვესტიცია, რომ ამ ინვესტიციას მოაქვს ძალიან დიდი სარგებელი საქართველოსთვის და ცდილობენ ესე ვთქვათ პროტესტის მქონე მხარეს ჩვენ ფლანგს უთხრან, რომ თქვენ არ ახართ მართლები და თქვენ ხართ ესე იგი მტყუანები იმაში, რომ ინვესტიციას ხელს უშლით და ამართლებენ არაბების შემოსვლას, მათ კომპაქტურ დასახლებას და ასე შემდეგ. სინამდვილეში მამო, ინვესტიცია არის ის, რაც ეგრეთ წოდებული ჩინური კომპანია რო აკეთებს გზას. დიახ. პეროვანზე რა ქვია ქართულად. უღელტეხილზე, ხო? ეს არის ინვესტიცია. ქარხანას რო აშენებდეს, მაგალითად ნავსადგურს რო აკეთებდეს, რაც იყოს საუბარი, ეს არის ინვესტიცია. რა თქმა უნდა. ეს არის ხოლო ის რაც ხდება და რასაც აპირებენ, მას ინვესტიცია კი არა, ინტერვენცია ქვია. დიახ. ინტერვენცია, ოკუპაცია, როდესაც მოსახლეობის ჩასახლება უნდათ საქართველოს ტერიტორიაზე, მსგავსი ჭყალებში ინვესტიცია გააკეთა შაჰ-აბასმა. კახეთში როდესაც თურქმანული ტომები ჩაასახლა კახეთის ტერიტორიაზე და რომ არა, ბაქტრიონი კახეთი დაკარგული იქნებოდა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა. და საქმე რა შეეწყვით ისიც კიდევ მამაო? აი ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ჩვენთვის ხალხისათვის უცნობია, აბსოლუტურად დამალულია და თამამად გრიფი დაადეს საიდუმლო კომერციული გარიგება, რომელშიც რა წერია ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. აქედან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ ეხომ არ არის აქ რაღაცა წყალქვეშა, ესე ვთქვათ, დინებები, რომელიც რაღაც კორუფციის თვალსაზრისით არის, ესე იგი ჩამოყალიბებული თანხების, ქრთამების აღების და რაღაცა პირობები. ნაკები ხო არ არის, გაყიდვაში, მიწაკონდეს და სამაგიერებდა რამდენი მილიონი არის დამიჯინეს. და აქ ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს, რასაც რა თქმა უნდა ლეგიტიმური საფუძველი აქვს. თუ არ არის ეს ასე, უნდა იყოს აუცილებლად გასაჯოროებული ეს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება დავსვათ კითხვები. ხო გითხრეს მამაო, თქვენი საქმე არ არის რაეწერება შეითოთ. აშენებენ და მე შეხედავთო. დიახ. დაგიძახებენ მე და იქნები მოსამსახურე კი, ფაქტად აქცევენ ამას. ეს იქნება. აი, სწორედ აქ ჩვენ საკითხი ვიდგება ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. ესე იგი, აქაც ჩვენ ესე ვთქვათ მოპირისპირე მხარე გვეუბნება, რომ ზურზე ხომ არ მოიკიდებენ ამ მიწას და ხო არ წაიღებენ. თავარი რა არის იცით? გაყიდვა არ უნდა მოხდეს და გაყიდვა ნიშნავს სოხუმი და ცხინვალიც არცად არ წაუვიდეთ. აუკლაძეთის ადგილზე არის. დიახ. არცად არ წაუ. ჩვენი აღარ არის, აღარ ექვემდებარება ჩვენი. დიახ, გეთახმებით, რა თქმა უნდა და თავისთავად ცხადია, რომ როცა ქართულ მიწას ყიდი, შენ ამის პირობას უქმნი და კომპაქტურად ჩასახლებას აკეთები, რომ ის უკვე შენი ტერიტორია ფაქტიურად აღარ არის. აღარ არის. დე ფაქტო ის უკვე ჩვენი აღარ არის. დე იურე იქნება, მაგრამ დე ფაქტო ჩვენი აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ისინი მოახერხებენ იმას, რომ თუ კომპაქტურად ჩასახლდებიან ამ ქართულ მიწებზე, შემდგომ ჩვენ გვექნება უდიდესი პრობლემები, ძალიან დიდი პრობლემები. ეს შეეხება როგორც ესე იგი მულტიკულტურული მდგომარეობის შექმნას ქვეყანაში, ეს ეხება ჩვენი ეკონომიკური მოქმედების გაუარესებას, იმიტომ რომ იქ მოსამსახურე, იქ დასახლებული ხალხი აბსოლუტურად საქართველოს საქმეში არ მიიღებენ მონაწილეობას. ისინი მონაწილეობას მიიღებენ კიდე სხვა ტერიტორიების ყიდვის, სხვა ტერიტორიების დასახლების და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ექსპანსია ხელოვნურად შექმნილი რაღაცა ფულადი ინტერესების გამო. მავანი და მავანი ქართველი ტოვებს საქართველოს, მამაო. ნოსტალგია გააჩნია მას. დიახ. რატო გააჩნდეს საქართველოს ნოსტალგია? იმიტომ რომ რაც მისი ქართული ბუნება, სწორედ ის ხდება საქართველოში და მის სულში და გულში რაც სიამოვნებს, მას ის არის. და აქ შეიქმნება ისეთი გარემო, რომ ქართველს აქ უკვე ნოსტალგია კი არა, აქედან გაქცევით კიდევ უფრო მეტი სურვილი ექნება. როდესაც ქართველი მიდის მამაო ტაუკლადჯეთში, აზრებია დარჩენილი ქართული მარტო. არანაირი ქართული სული სხვა იქ აღარ ტრიალებს. აცრემლებული ქართველები არიან ტაუკლადჯეთში, როდესაც გრიგოლ ხანძთელის დროინდელი ტაძრებს უყურებენ. რა თქმა უნდა. ქართველი ტირის იქ
ეს არის ქართული სული ზახილი და ესეთი ცრემლები გვექნება ქართველებო იმ ადგილებზე თბილისზე, გონიოზე, აჭარაზე და სხვა ტერიტორიებზე თუ ამათ მივეცით ამის საშუალება ეს ცრემლები კიდე მოიმატებს მარტო ტაო-კლარჯეთის მიმართ კი არა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიების შემხედვარი მოიმატებს დარჩენილი ქართველის თვალზე ცრემლები ამის დაშვება არ შეიძლება დიახ კეთახმებით მომავალ და ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ასეთი რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს და არავითარი კომპაქტური ჩასახლებები არ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ამის გარდა მამა სპირიდონ არის ესეთი საკითხიც რომ ჩვენ საქართველოს არ ყოველწინდა ღვთისმშობელის სიხდომილი ქვეყანა კი ბატონო და ჩვენ სულიერ თვალსაზრისით თუ შევხედავ და ჩვენი რწმენის თვალსაზრისით შევხედავთ ამისი ასე გაყიდვა გასხვისება აქ სხვა ჯურის ადამიანების შემოყვანა რომლებიც ასევე რა თქმა უნდა ფიზიკურთან ერთად სულიერ ექსპანსიასაც მოაწყობენ და იქნება შემოტევა სწორედ იმ უცხო ჯურისა და უცხო რელიგიის რომელიც ჩვენთვის შეუთავსებელია ჩვენი კულტურის ჩვენი მენტალიტეტის შეუთავსებელია აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება აუცილებლად დიდი პრობლემები და ყოველწმინდა ღვთისმშობელი გვიფარავდა საუკუნეების მანძილზე იმის გამო რომ ჩვენ ვიბრძოდით თითოეული გოჯი მიწისათვის და გვაძლევდა იმის საშუალებას რომ გადარჩენილიყავთ ერი გადარჩენილიყო ქვეყანა გადარჩენილიყო დღეს ჩვენ საპირისპირო მდგომარეობაში ჩვენი ნებით მივდივართ სახეზე იქნება სულიერ ინტერვენცია მეჩეთების შენებლობა და როცა ვამბობ მეჩეთების შენებლობას ადგილობრივი მუსულმანი საზოგადოება რო არ თქვა აზერები ცხოვრობენ ჩვენთან ქართველები სხვა ხალხი მათ მიმართ არანაირი არც პირიქით ჩვენი ქვეყნის შვილები არის რაზე საუბარი რა თქმა უნდა არა უცხო ტომელები როცა მოდიან უცხო ტომელებში მე ზუსტად ხაზი გავუშვი ადგილობრივ მოსახლეობას კი არ გულისხმობ მიგრანტები როცა მოდიან და უცხოელები როცა მოდიან არაბები სირიელები პაკისტანელები ინდოელები და სხვები და სხვები მათ საკუთარი სულიერი ცენტრები გაკეთება მოუწევს დაიკარგება როგორ არის ქართლის ცხოვრებაში ქართლათო რომელიც ქვეყანა იწოდებისო სადაცო წირვა ლოცვა ქართულად აღესრულებისო დაიკარგება ქართველებო საქართველო დაიკარგება ქართული სული დაიკარგება ქართული ენა ვინ ილაპარაკებს ქართულად ადგილობრივი მოსახლეობა რომელიც არა ქართველია იმათ ვერ ვახერხებთ რომ ქართული ლაპარაკონ და ხო რეგიონებში ვიცით რაც ხდება და დედაქალაქში რომ მასიურად ჩასახლებული იქნება აგრესიული ფორმის აგრესიული სულის ტომები ისინი ლაპარაკებენ ქართულად როგორ ფიქრობ არა მგონია და ჩვენ ერთი კადრი ვნახეთ სოციალურ ქსელებში მამაო როგორი ასე ვთქვათ აგრესიით არიან გამორჩეული ეს ადამიანები როგორც ცდილობენ თავისი კულტურა თავს მოგვახვიონ ჯერ მცირენი არიან და უკვე ამისი უამრავი ფაქტი გაგვაჩნია და მით უმეტეს როდესაც ამას დაემატება უკვე ჩასახლებული მოქალაქედ გამოცხადებული ადამიანთა ჯგუფი წარმოიდგინეთ რამხელა ზეწოლა მოხდება მერე ჩვენს ქვეყანაზე ჩვენ რწმენაზე და ჩვენს ესე იგი ქვეყნის სულიერ მდგომარეობაზე მე ძალიან მახარებს მამაო ის ფაქტი რომ ძალიან მეტი და მეტი ადამიანი აქტიურდება უკვე ამ თემის ირგვლივ საკუთრებით მახარებს სასულიერო პირების აქტიურობა და მიმართოთ კიდე რომ კი ბატონო აი მართლაც როგორც მამა სპირიდონმა ბრძანა უამრავი ასე ვთქვათ მოძღვარი გვიკავშირდება უამრავი მოძღვარი გამოთქვას სოციალური ქსელებით თავის აზრებს ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ მედი გვაქვს რომ კიდევ უფრო მეტი შემოგვირთებით უფრო მეტი დადგება ქართული მიწის ქართული სულის და ქართული მენტალიტეტის დასაცავად ჩვენი ენის დასაცავად ჩვენი კულტურის დასაცავად ასე რომ პირველი რაც ჩვენ სასულიერო პირებს მოგვეთხოვება ეს არის ჩვენი დამოკიდებულება სწორი მართალი ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ თემებთან და არა რაიმე ასე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე მთავარი ინტერესი არის ჩვენთვის ქრისტესთან ქრისტესთვის და ქრისტეში ასეთი უნდა ვიყოთ ქართველი ერი ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა ამავე ძანეთ თქვენს მადლობა ყველას აქტიობისთვის და აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიობა მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის მერთვა დაგულოცოთ